და ყველა კრიზისი, რომელიც კი ყოფილა, დიდი კრიზისი, ეს იქნებოდა ეკონომიკური ომი, პანდემია, უკრაინის ომი, ახლა ეს ომი, ყველაფერი ურტყამს საბოლოო ჯამში ადამიანის ჯიბეს. ყველაფერი. ნავთობი იყო სადღაც $60 ფარგლებში და დღეს ახლა რუსეთი ტრაბახობს, რომ ინდოეთთან შეთანხმებები იდება $121 რუსულ ნავთობზეა საუბარი, რომელიც არ არის ყველაზე ხარისხიანი. $121 აფორმებს შეთანხმებებს დღეს ინდოეთთან, ხო? და ხდება უგულებელყოფა მთლიანად მთელი მსოფლიოსი, უამრავი გაჭირვებული მილიონობით, კი არა, ასეულობით მილიონი გაჭირვებული და მშიერია დედამიწის ზურგზე და წარმოიდგინე მათზე როგორ აისახება ეს ყველაფერი. საბოლოო ჯამში ხო ფასებში გადადის და ეკონომიკაში გადადის. უკან ხო არასდროს არ მოდის ეს ყველაფერი, ხო? მიდის და ვერ ვეწევით. ხო და რამდენ ხანს გაგრძელდება ახლა ეს კიდევ არავინ იცის.